14 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა. ეს არის ყოველწლიური კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნეს და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები. განსხვავებული იმით არის, რომ ბევრად არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს და რაღაც მკაცრად დადგენილ პროტოკოლებს არ მიყვება. მთავარი დანიშნულება გახლავთ ის, რომ დამსწრე საზოგადოება განიხილავს და მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ზოგადად მსოფლიოში უსაფრთხოების არქიტექტურა. აქამდე ყველა კონფერენცია ერთმანეთს გავდა. შეხმატკბილებულები იყვნენ, ერთ ტალღაზე იყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს შეხვედრა გამონაკლისი აღმოჩნდა. ამ გამონაკლისის მთავარი შემოქმედი კი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance აღმოჩნდა, რომელმაც ევროპელ ლიდერებს და დამსწრე საზოგადოებას გადაჭარბების გარეშე ცივი შხაპი გადაასხა. Vance's გამოსვლის აქცენტებს, რომელთა შესახებ მე ცოტა ხანში მოგიყვებით, შესაძლოა ბევრი ევროპელი ლიდერი ეთანხმებოდა, მაგრამ იმის თამამი არ ყოფნიდათ, რომ ასე ხმამაღლა გაეჟღერებინათ. ახლა კი ეს ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები, როგორც პატარა ბავშვები ისე დატუქსა, მათ კი სხვა არჩევანი არც ჰქონდათ, უბრალოდ ისხდნენ დარწმუნებულები და უსმენდნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ არხის სპონსორი არის ტექნიკის ონლაინ მაღაზია PopShop-G, სადაც შეძლებთ სასურველი ტექნიკის შეძენას მისაღებ ფასებში, თანაც მას ნებისმიერ მისამართზე უფასოდ მოგიტანენ. მაღაზიის ბმული იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და თავად დაათვალიერებთ ფართო არჩევანს. გამოსვლის პირველივე სიტყვები ის იყო, რომ ევროპა უკან იხევს იმ ფასეულობებისგან, რასაც ამერიკასთან ერთად იზიარებდა. Vance ამბობს, რომ ევროკომისიის განცხადება, რომლის მიხედვით რუმინეთის არჩევნები გაუქმდა და გერმანიის არჩევნები თუ გეგმით არ წავა, იქაც შეიძლება იგივე შედეგი განმეორდეს, ეს ამერიკელ აუდიტორიაში გაკვირვებას იწვევს. უпростоრად Vance ამბობს, რომ შოკს იწვევს. მან ეჭქვეშ დააყენა ევროპული დემოკრატიის სტანდარტები. თუ ევროპელი მოსამართლეები არჩევნების გადაწყვეტილებებს აუქმებენ და მაღალჩინოსნები ამ შედეგით სხვა ქვეყნებს ემუქრებიან, ეს კითხვებს იწვევს დემოკრატიის მდგრადობის შესახებ. Vance's თქმით, არ შეიძლება ყველაფერი მანდატის ძალაუფლებით განისაზღვროს. არ შეიძლება ადამიანებს ვეუბნებოდეთ, რისი უნდა სჯეროდეთ, რა უნდა დაგმონ, რაზე უნდა დათანხმდნენ და ასე შემდეგ. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ევროპა და მათ შორის ბაიდენის ამერიკა ადამიანებს პირდაპირ ეუბნებოდნენ კორონავირუსის დროს, რა და როგორ უნდა ეფიქრათ. შეუძლებელი იყო პიროვნებას განსხვავებული აზრი ჰქონოდა და ეს განსხვავებული აზრი დეზინფორმაციად არ შეერაცხათ. Vance's თქმით, ეს მიდგომა გადასახედია. ასევე Vance's აზრით საჭიროა ევროპელმა ლიდერებმა ისწავლონ ამომრჩეველთან მუშაობა. არ უნდა ეშინოდეთ მათი. სხვა შემთხვევაში ამერიკელ ხალხთან მუშაობა არ გამოვა, არც ტრამპთან და არც უშუალოდ Vance-თან. ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების დაცენზურება, მათი ციხეში ჩასმა, რომლებიც ცდილობენ არჩევნები ან უბრალოდ პოლიტიკური გარემო უფრო კონკურენტუნარიანი გახადონ, ასეთი გადაწყვეტილებებით ევროპელი ლიდერები ვერ შეძლებენ არჩევნებში გამარჯვებას. და თუ ვინმე გაიმარჯვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ექნება სახალხო მანდატი მოპოვებული. მან ასევე დაამატა, რომ ევროპელმა ლიდერებმა არ უნდა დააიგნორონ ადამიანების აზრები, არ უნდა დახურონ და გააუქმონ ტელევიზიები, პარტიები და რაც მთავარი არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრით ისინი დემოკრატიას ანადგურებენ. არ არის ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის ბარიერების აღმართვა საჭირო. და ალბათ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რაც იყო Vance's გამოსვლიდან, ამერიკა ევროპის მთავარ საფრთხეს არ ხედავს არც რუსეთში და არც ჩინეთში, არამედ უშუალოდ ევროპის ფასეულობების განდგომაში. ამ ლექციის მოსმენა მოუწიათ მიუნხენის კონფერენციის დამსწრეებს, რომლებიც Vance'ისგან უბრალოდ დაიტუქსნენ. ამ ფორმატი არ ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, შესაბამისად განცხადებების გაკეთება უკვე მოგვიანებით მოუწიათ. განწყობა იყო პესიმისტური, რადგან ბოლო წლებში ეს იყო ღია და ასეთი მასშტაბური შემთხვევა, როდესაც ამერიკისა და ევროპის გზები აღარ გადაიკვეთა. როგორც ბრიტანული გარდიანი წერს, Vance's გამოსვლა მიანიშნებს, რომ ევროპასა და ამერიკას შორის არსებული დავა არ უკავშირდება მხოლოდ სამხედრო საკითხებს, ან რუსეთისგან მომავალი საფრთხის ხასიათს, არამედ უფრო ფუნდამენტურ საზოგადოებრივ იდეებს. კარნეგის ფონდის მკვლევარის აზრით, კრემლმა თავის მიზანს მიაღწია, რომ ახლა ევროპა და ამერიკა ერთმანეთისგან დისტანცირდნენ. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი იმ პარტიებს აფინანსებდა, რომლებსაც ახლა Vance ასე საჯაროდ მხარს უჭერს. ასევე არსებულ ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, რომ არ დაბლოკონ და არ შეზღუდონ. ჩემი აზრით, რასაც ტრამპი და Vance აკეთებენ, არის ის, რომ მათი აზრით არსებული პოლიტიკური ველი ევროპაში, ანუ ძალები, რომლებიც ახლა მთავრობაშია, არასაკმარისად მტკიცეები, მდგრადები და რაც მთავარია, არსებული გამოწვევების გადასაჭრელად შეუსაბამოები არიან. ამიტომ ისინი აქცენტს აკეთებენ მემარჯვენე ან ულტრამემარჯვენე ძალებზე. Vance's გამოსვლას შეიძლება იაფასიანი პოპულიზმიც უწოდოთ, მაგრამ ეს ემსახურება მემარჯვენე ძალების мотивაციას, ასევე ამომრჩევლებში ამ ძალების სიმპათიების გაღვივებას.
მე არაერთ ვიდეოში ვახსენე, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქაური ტელეგრამები და მედია ცდილობენ საპირისპიროდ დაგვანახონ, სინამდვილეში ევროპის სამხედრო მრეწველობა მით უმეტეს ბოლო წლებში შესუსტებულია. ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი. მიზეზი ერთია: ევროპელ ლიდერებს არ სურთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. მათ ურჩევნიათ აქცენტი გააკეთონ მოქალაქეების უფრო მდიდრულ ცხოვრებაზე, უზრუნველ ცხოვრებაზე და ფინანსები არ მიმართონ სამხედრო სფეროში. შეუძლებელი არის თან ძლიერი, თანამედროვე შეიარაღებით დაკომპლექტებული არმია ყავდეს და თან მოსახლეობა მაღალ დონეზე იცხოვროს. თუ არ ვსაუბრობთ რაღაც გამორჩეულად ძლიერ ეკონომიკებზე, როგორიც არის ამერიკის და ჩინეთის, რომლებსაც შეუძლიათ თანაბრად წარმატებული ბალანსის დაჭერა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ტრამპი ევროპელ ქვეყნებს აკრიტიკებდა, რომ სამხედრო ბიუჯეტში ნატო სტანდარტით გათვლილი ფინანსებით ჩაედოთ. ახლა კი, როცა რუსეთის სამხედრო წარმოება დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში ფიქსია, მით უმეტეს ყურადღებით უნდა იყვნენ და კონტრზომები მიიღონ. მაგრამ ამას არ ითვალისწინებდნენ. უფრო სწორად ერთეულები აცნობიერებდნენ ამ საფრთხეს. მათ შორის მაგალითად იყო პოლონეთი, რომელიც იმდენად ძლიერდება, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია. BBC პირდაპირ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ნატოში კვლავ რჩება, ევროპელებს ავტომატურად არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ გარე საფრთხის შემთხვევაში ამერიკელები დასახმარებლად მოვლენ. ამავე სტატიის ერთ-ერთ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ევროპამ ახლავე უნდა დაიწყოს თავდაცვის სფეროში ფულის ჩადება და ამ პერიოდის პასიურობა დააბალანსოს. რომ დაუბრუნდეთ ვენს, რას გულისხმობდა ის ამ ყველაფერში. მე კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მე არ ვარ არც ექსპერტი, არც მკვლევარი და ასე შემდეგ. როდესაც ჩემ აზრს გიზიარებთ, ეს არის ჩემეული ხედვა, ჩემეული შეფასება კონკრეტული მოვლენიდან ან რაღაც მონაცემებიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ევროპაში შეიქმნა დემოკრატიის აბსოლუტურად დამახინჯებული ფორმა, მოდით ამას ჩვენებურად დავარქვათ ტოქსიკური დემოკრატია, რომელიც ჭეშმარიტი დემოკრატიის სახელით აბსოლუტურად ყველა მეთოდს იყენებდა, რომ განსხვავებული აზრი ჩაეხშო ან დაებლოკა. თავიდან ეს სოციქსელების და ბაბლის ლიდერებმა დაიწყეს, შემდეგ უკვე მედია კორპორაციებმა, მერე პოლიტიკოსებმა და ვენსის თქმით, საქმე ბოლოს იქამდე მივიდა, რომ რუმინეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები საერთოდ გააუქმეს. რატომღაც ისე ხდება, რომ დღეს თითქმის 99%-ის შემთხვევაში მემარჯვენეობა ავტომატურად პრორუსობას ნიშნავს, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. ეს ტოქსიკური დემოკრატია კი იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებშიც გავრცელდა, რომლის მთავრობები ან ოპოზიციის ნაწილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ზუსტად იმ ლიდერებთან, რომლებსაც ვენსი წინადღეებში აკრიტიკებდა. ამას არ აქვს ჩვენნაირი აზრები, მაშინ ის მთავრობის ან რუსეთის მეხოტბეა. ეს არ გვეთანხმება, მაშინ მოდი ნუღა მოვიწევთ. და ასე შემდეგ. მაგრამ ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ევროპაში თუ მთავრობის მიერ არასასურველი ძალა იბლოკებოდა ან იზღუდებოდა, აქ ისე მოხდა, რომ ოპოზიცია ზღუდავდა ოპოზიციას და აკენსელებდა. იაგო ხუჩი არ გვეთანხმება, მაშინ ის კოცი ყოფილა და დაიწყებოდა სტატუსების მთელი ზღვა, სადაც ამ აზრებს ამტკიცებდნენ და ავრცელებდნენ. არადა რომ მკითხო ამ ადამიანებს ნამდვილი ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვიან. სინამდვილეში ეს არის მათზე მორგებული, ადაპტირებული ფასეულობები, სადაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება, განსხვავებული აზრი კი იბლოკება. ეს ხო იყო სიგიჟე. მე არც უმრავლესობა მაქვს, არც უმცირესობა. მე მყავს ჩემი აუდიტორია და ჩემი საზოგადოება. ყველამ კარგად იცის, რომ პირველივე დღიდან ვცდილობ ადამიანებს რაც შეიძლება მეტი სივრცე და საშუალება მივცე, რომ მათი აზრი, როგორი განსხვავებული და ბევრისთვის მიუღებელიც არ უნდა იყოს, მათი ეს აზრი დააფიქსირონ, მოусმინონ სხვებს და სცადონ კონსტრუქციული საუბარი. ეს არამხოლოდ აუდიტორიისთვის არის საჭირო, არამედ უშუალოდ ჩემთვისაც. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მიფიქრია, იქნებ ეს მართალს ამბობს, იქნებ ეს მართლა ასე არის. და სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც მომისმენია იმის არგუმენტი, იმის შეხედულება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩემი ცოდნა უფრო გამდიდრდა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, როდესაც მესმის ადამიანი რატომ ფიქრობს ასე, რატომ აქვს ასეთი წარმოდგენები, ჩემთვისაც ბევრად მარტივი ხდება მასთან გამოვნახო ინდივიდუალური მიდგომის გზა და უფრო შევძლო მისი გაგება. მხოლოდ ასე გამოდის კონსტრუქციული და ლოგიკური საუბარი. სხვანაირად, ან ყველაზე მარტივი არის ერთმანეთის დაკენსელება, რომელიც საბოლოოდ მართლა არაფრის მომცემი არის. ეს არის ყველაზე მარტივი და მოკლე გზა. და ვფიქრობ, რომ ერთმანეთის არ მოსმენაში ჩვენ ვერ ხეირობთ და ვერაფერი სასარგებლო აქედან ვერ გამოგვაქვს. და ბოლოს მეგობრებო, სანამ მეორე თემაზე გადავალ, საზოგადოების კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრებ. ისე ხდება, რომ ჩვენი ისტორია და ძალიან მძიმე ისტორია დაკავშირებულია რუსეთთან.
ჩვენი ტრაგედიების დიდი ნაწილი დამცირება ღალატი ომი მოდის რუსეთიდან და ამის გათვალისწინებით, როცა რაღაც არ მოგწონს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საფრთხე რუსეთიდან სულ არ იყოს, მაინც ავტომატურად ეჭვის სულ იქით მიდის. ერთგვარი ინსტინქტად ჩამოგუყალიბდა ეს, ამიტომ ვამბობთ, ეს ან პრორუსია, ან სხვა არავინ. საფრთხის და პიროვნების აზომი ერთეული გახდა. ახლა რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ადამიანების ნაწილი ტრამპზეც ამბობს, ეს პრორუსია, ვენსი პუტინის პოლიტიკას ატარებს და ასე შემდეგ. ტრამპი პირველ რიგში არის თავის კაცი. მას აქვს ვალდებულებები ამ მომრჩეველთან, რომელზეც ახლა მუშაობს. თუ რუსეთის მიერ გამწარებული საქართველოს და უკრაინის მოსახლეობის ხედვები არ ემთხვევა ტრამპის იდეებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის პრორუსია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ტრამპს თავისი ინტერესები აქვს, თავის პოლიტიკა აქვს გასატარებელი, თავის ხედვები აქვს და ყველაფერი გამომდინარეობს მისი გადაწყვეტის გზიდან. ვიცი, რომ ბევრს ეს არ გსიამოვნებთ, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია პოლიტიკა. ხისტი, დაუნდობელი, ცივი და უსამართლო. აი, რამდენად უსამართლო არის, უკვე მეორე თემაშიც ვისაუბრებთ. 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გაიმართა შეხვედრა რუსეთის და ამერიკის დელეგაციებს შორის, რომლებმაც უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე იმსჯელეს. როიტერსის ინფორმაციით შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის მრჩეველი ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და ტრამპის რწმუნებული ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი. რუსების მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი იური უშაკოვი, ასევე საფეხბურთო კლუბ მონაკოს მფლობელი რუსი ოლიგარქი დმიტრი რიბოლოვლევი. ბლუმბერგის ინფორმაციით საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდ სურდა, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკიც დასწრებოდა, თუმცა ორივე მხარემ, ანუ ამერიკამაც და რუსეთმაც უარი განაცხადეს. ერთი მხრივ ლოგიკური არის, რომ ჯერ რუსეთი და ამერიკა შეხვდნენ ერთმანეთს, იმიტომ რომ უკრაინასთან ერთად ისინიც ამ კონფლიქტის მთავარი აქტორები არიან, შესაბამისად, წინასწარ უნდა განისაზღვროს, რა მოლოდინები აქვთ მხარეებს ერთმანეთისგან, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, გამოიკვეთოს ურთიერთ ინტერესები. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი არის საუბარი უკვე კომპრომისებზე. მეორე მხრივ, სავარაუდოდ ამიერიდან უკვე უკრაინულ მხარესაც ჩართავენ ასეთი სახის შეხვედრებში. შეიძლება მხოლოდ ეს შეხვედრა იმაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყოს, ვიდრე უკრაინის სამშვიდობო სამიტები, სადაც ყველა მხარე იღებდა მონაწილეობას რუსეთის გარდა. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, თუ რუსეთი და უკრაინა არ იქნებიან ჩართული. ეს შეხვედრა კი პირველ რიგში დიპლომატიური ურთიერთობის საერთო წერტილების ახლიდან გამოძებნა იყო. პირველ თემაში გითხარით, რომ ტრამპი ჯერ არის თავის კაცი. მას აქვს კონკრეტული ვალდებულება ამ მომრჩეველთან. ტრამპის ინტერესი არის ამ კონფლიქტის დასრულება. ეს იყო მისი ერთ-ერთი მთავარი პირობა, რასაც ამ მომრჩეველს პირდებოდა. თუ კი ამას პირნათლად შეასრულებს და დაასრულებს, ჯერ რომ თავის ეგოს დაიკმაყოფილებს და მერე მეორე უზარმაზარ ნაბიჯს გადადგამს, რომ შევიდეს ისტორიაში. მოდით კიდევ უფრო გავამარტივოთ და ასეთი კითხვა დავსვათ. რა არის ტრამპის მიზანი? პირველი, დასრულდეს კონფლიქტი ნებისმიერ ფასად, თუ მეორე, დასრულდეს კონფლიქტი ყველა მხარის ინტერესის დაკმაყოფილებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონებით, სხვადასხვა კეთილსინდისიერი მიდგომებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რომ მისი დაპირების შესრულების ყველაზე მარტივი გზა არის პირველი. სამწუხაროდ ამ სიტუაციაში, ამ მოცემულობაში ყველაზე რაციონალური გზა, რომ კონფლიქტი დასრულდეს, არის ზუსტად პირველი ვარიანტი. თუ კი სამართლიანობაზე მიდგება საქმე, ამის გამორკვევით ომი ვერ დასრულდება. დაუკვირდით, როგორ გაქრა დღის წესრიგიდან რიგი მნიშვნელოვანი აქცენტები. მაგალითად, ვინ არის ომის დაწყებაში დამნაშავე? როგორც აგრესორი, როგორც შემტევი მხარე, გადაიხდის თუ არა რუსეთი რაიმე კონტრიბუციას. ამ გაუთავებელ სისხლისღვრაზე, უამრავ გარდაცვლილ სამხედროზე, ამოხოცილ მოსახლეობაზე, ვინ მეაგებს პასუხს? ასეთი შეკითხვები საერთოდ თუ არ გაქრა დღის წესრიგიდან, მე-100 ადგილზე გადაინაცვლა და არავის ახსოვს. არავინ საუბრობს საერთოდ ამაზე. უკრაინას კი ტერიტორიულ ამბებში მაქსიმუმ, რასაც თავაზობენ, არის ის, რომ ახლა სადაც გადის ფრონტის ხაზი, მანდ დარჩეს. 92 წლის საზღვრების დაბრუნება შეიძლება თავიდანვე სისულელე და ზღაპარი იყო, მაგრამ დაუკვირდით, დღის წესრიგიდან გაქრა საერთოდ 2022-ის და მით უმეტეს 2014 წლის საზღვრები. არავინ საუბრობს, ვისი პასუხისმგებლობა იქნება ათობით მიწასთან გასწორებული ქალაქის აღდგენა, სამხედრო დანაშაულების გამოძიება. კი, ეს უსამართლობაა, იმიტომ რომ 100,000-ობით დაზარალებული ადამიანი ეძებს სამართალს, რომელიც შესაძლოა ვერასდროს მიიღონ. მაგრამ ამ ეტაპზე ამ ომის გაჩერება სხვანაირად შეიძლება არც გამოვიდეს. თუ ჩემი ბოლო ვიდეო ნახეთ ოპიუმის ომებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა ჩინეთს უბრალოდ წელი გამოუსვა, დაიპყრო და თავის ჭკუაზე ატარა, ყველაფერი შერჩა, იმიტომ რომ ძლიერი იყო.
ეს მიდგომა დღემდე აქტუალურია და ალბათ არასდროს შეიცვლება. თუ ორი ქვეყნის ომში ერთი სულ მცირე არაგებს და უპირატესობას ინარჩუნებს, იმას ცოდვებზე პასუხი არ მოეთხოვება. იგივე ისრაელი რომ ავიღოთ, მთელი ღაზა თავის საცხოვრებელი კვარტლებით გაანადგურა. არაფერი ცოცხალი არ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამ კონფლიქტს, მიუხედავად იმისა, რომ ჰამასის გამო დაიწყო ყველაფერი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისრაელს უნდა შერჩეს ბავშვების, ქალების და ზოგადად უდანაშაულო ადამიანების ხოცვა, მაგრამ შერჩება. იმიტომ რომ ასე მუშაობს პოლიტიკა. გამარჯვებულებს არ განსჯიან, არ ატარებენ სასამართლოებში და ხშირ შემთხვევაში აღიარებული გმირებიც კი ხდებიან. სამწუხაროდ ასეა მოწყობილი დიდი პოლიტიკა. ვინ დარჩება ამ ომით გამარჯვებული? პირველ რიგში, ვინც გამარჯვებული იქნება, ეს იქნება ტრამპი, იმიტომ რომ თქვა დაპირდა და შეასრულა. ტრამპს სულ არ ადარდებს, რა პირობებზე დასრულდება კონფლიქტი. სულ არ ადარდებს ის, რომ შესაძლოა 10 წელიწადში, პირობითად 10 წელიწადში რუსეთმა ისევ მოიქნიოს თავის კუდი და უარესი ცოდვები დაატრიალოს ევროპაში. სულ არ ადარდებს ამ რისკების გადაზღვევა. მან თქვა, დაპირდა ამ მომრჩეველს, რომ როგორც კი გავხდები პრეზიდენტი, მაქსიმალურ ვადებში დავასრულებ ომს და აქეთ მიყავს სიტუაცია. ისე შეიძლება ერთი მხრივ ევროპისთვის ეს სამომავლოდ კარგიც იყოს. როდესაც გააცნობიერებენ, რომ საჭიროა საკუთარ დაცვას და უსაფრთხოებას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, შესაძლოა ახალი გლობალური მასშტაბის ძლიერი ლიდერები გამოჩნდნენ ევროპაში, რომლებსაც ექნებათ დიდი ამბიციები, იდეები, ხედვები და რაც მთავარია, გადაჭრით მოქმედება შეეძლებათ. შოლცისა და მაკრონის მკითხაობა იმის შესახებ, რა სახის იარაღის გამოყენებაზე უნდა აენთოთ მწვანე ომის 2 წლის თავზე, შეიძლება ევროპას ადრე თუ გვიან წარედ მოუბრუნდეს. რუსეთსა და უკრაინას შორის იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მხრიდან უდიდესი მსხვერპლია, უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია, ეკონომიკა დაქცეული ცალსახად, მაინც ასე გამარჯვებულის გამოყოფა რთულია. შეგვიძლია რაღაც ფაქტებს მივყვეთ და ვივარაუდოთ, ვინ უფრო მეტი მოგება მიიღო. არის რაღაცები, რაც შედარებითია. მაგალითად, რუსეთმა დაიპყრო სრულად ლუგანსკის ოლქები, აკონტროლებს ზაპოროჟიეს, დონეცკის და ხარკოვის ნაწილს. ანუ რაც დაიპყრო რუსეთმა, შესაბამისად დაკარგა უკრაინამ. ანუ ამ მხრივ გარკვეული უპირატესობა აქვს რუსეთს. დემილიტარიზაცია, ჩემი აზრით, მიუღწეველი დარჩა, იმიტომ რომ უკრაინის არმია ახლა ბევრად უფრო კარგად შეიარაღებული არის, ვიდრე 2022 წელს იყო. დენაციფიკაციას რაც შეეხება, ამას სავარაუდოდ რუსები პროპაგანდისტულად სათავისოდ კარგად შეფუთავენ, რადგან თუ არჩევნები ჩატარდება და სხვა ხელისუფლება მოვა, იტყვიან რომ რომ თქვით მაშინ რომ ნაცისტები არიან უკრაინის მთავრობაში და ასე შემდეგ, აღარც ისინი არიან გავყარეთო. რაც შეეხება უკრაინას, კიევი აუღებელი დარჩა, ღირსეული ბრძოლები გაუმართა რუსეთს, მის ტერიტორიაზეც შეიჭრა, იმ პირობებში და შეზღუდვებში, რაც მათ შორის დასავლეთმა დაუწესა, ის დახმარება, რაც მისცეს და დროში გაუწელეს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ალბათ მაქსიმალური შედეგი დადეს. ძალა აღმარცხნავს და შენზე ძლიერს, რა გინდა რომ ამაზე მეტი გაუკეთო. ალბათ ეს მაქსიმუმი იყო. როგორც რუსეთს მოუწია თავის წითელი ხაზების გადაყლაპვა და შემდეგ სლუკუნი, იგივე ითქმის ევროპაზეც. როცა ჩრდილოეთ კორეელები მოვიდნენ ევროპაში საომრად და ევროპელი ლიდერები ვერაფერს ან არაფერს უპირისპირებდნენ, ჩემი აზრით ეს ევროპის რეპუტაციული ზიანიც იყო. ამიტომ თქვი ზემოთ, საჭიროა ევროპაში იყვნენ ძლიერი, მტკიცე, ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც იქნებიან პირველ რიგში გაბედულები. სხვა შემთხვევაში მოუწევთ უბრალოდ იმ რეალობის მიღება, რომელსაც შექმნიან სხვა ქვეყნები. დანარჩენის შეფასება საბოლოო შეთანხმების შემდეგ შეგვეძლება. თუმცა მგონია, რომ ეს არის კონფლიქტის გაყინვა, მაგრამ არა დასრულება. არავინ იცის ხვალ და ზეგ რაში შეიძლება გადაიზარდოს და ეს ომიც კი პატარა შეტაკებად მოგვეჩვენოს მომავალში. საქართველოში აქტივისტების სიგიჟების დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა აქტივისტებმა ან დაქირავებულმა პირებმა ახალ ტაქტიკას მიმართეს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კვერცხებს ესვრიან. პირველად 17 თებერვალს გიორგი გახარიას დაუშინეს, ხოლო შემდეგ 19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილს. თან ორივე შემთხვევაში ერთნაირი სიტუაცია იყო. ჯერ ხდებოდნენ კამერებით და ეკითხებოდნენ აგენტობასთან დაკავშირებით, შემდეგ კი სხვები კვერცხებს ესროდნენ. მე რამდენი შემთხვევა რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ხდება თავდასხმა და ძალადობა და სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება არ აქვთ. არავინ არ დაუსჯიათ. იმის ფონზე რომ დინარაძე ყოველკვირა გვიანონსებს გამკაცრებულ კანონებს, ერთი პრეცედენტი თუ მაინც გახსენდებათ, როდესაც იძალადეს რომელიმე პოლიტიკოსზე და ვინმე პასუხისგებაში გადასცეს. ერთი შემთხვევა თუ გახსენდებათ მაინც. ვინც დიდი ხანია მიყურებს, იცის რომ სალომე ზურაბიშვილი დიდად არასდროს მომწონდა. მით უმეტეს ბოლო პერიოდში მისი განცხადებები ძალიან ტენდენციური გახდა, ან გაურკვეველი მიზნის გამოძახილი იყო.
გონია რომ უფრო მაღალი დონის პოლიტიკოსიდან მელიას დონის ქუჩის პოლიტიკოსად ჩამოქვეითდა. მაგრამ ხელისუფლების ის გადაწყვეტილება რომ ოპონენტებს ასე დამამცირებლად გაუსწორდეს, არანაირ ფარგლებში არ ჯდება. თან მორიგ ჯერზე ძალადობას ახალისებენ. გახარიას შემთხვევაში არ იყო ლამაზი და სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში მით უმეტეს. ასეთი რაღაცებით თვითონ ოცნება ახერხებს იმას, რომ ნეიტრალურად განწყობილ ადამიანს საკმარისი მიზეზი მისცეს, რომ არ მოსწონდეს და ხმას არ აძლევდეს. რამდენი ოპოზიციის სიგიჟეს გადახედავს ადამიანი, მეორე დღეს ოცნება უარეს დაახვედრებს. აი ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის რევანშიზმს მხოლოდ აძლიერებს. ერის კონსოლიდაციის დაუძლებელ ბარიერს წავაწყდით. ერთ მხარეს არის მონამონასდახილი, მეორე მხარეს გამკაცრებული კანონები, ძალადობა, კვერცხები და საბოლოოდ ერთ წრეზე გაუთავებელი ტრიალი. დღეისათვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო მოიწონეთ, გამოიწერეთ არხი, გამომყევით სოციალურ ქსელებში. დროებით.